გამარჯობა მეგობრებო, ყველგან ვირუსი ტრიალებს და ბავშვები და დიდები ცუდად არიან. ყველა დადის წითელი ცხვირით, რაიმე ვირუსი მაქვს, ყველა დადის თავისი სენიტაიზერი რო ეძახიან, წმენდავს ხელები, რომ ვირუსი არ გაფრთხილდე, ზოგი ნახველი, ახველებს, მაღალი ტემპერატურები და იქით სულ ამ დღეებში ბევრი მესიჯებიც მაქვს. დღის ვიდეოში გეტყვი მეგობრებო ორი რამე. რა უნდა გააკეთო თუ გააქვს ვირუსული ინფექცია და რა არ უნდა გააკეთო. ადამიანი შეცდება, როცა კი ბავშვი ან გინდა დიდი პირველი დღე მოვიდა ტემპერატურა, მაშინვე იწყებს წამლების დალევა. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა მეგობრებო. ვირუსი რო შემოდის, ჩვენი იმუნიტეტი სჭირდება იმას, რომ გაიგო რა ვირუსია და მაგასთან ბრძოლა. ტემპერატურა მიდის ქვევით, ისე ძევით. თქვენ წამალი ისევ. იმიტომ შეიძლება 2 კვირა წენს და არ გამოკეთდეს. როცა ვირუსი მოდის მეგობრებო, ჩვენი ორგანიზმი იმუნიტეტი უმატებს ნახველი. ცხვირშიც და კელში და აი აქ. ეს იმიტომ აკეთებს, რომ არ წავიდე ჩვენი მთავარი უჯრედებამდე გრმად ვირუსი, იმათ აქვე შევაჩერო. ჯერ აქ ცდილობს შეჩერება, ცხვირი დაიკეტება. მერე აქ იმატება ეს ნახველი. მერე აქ იმატება. აქ თუ არ გაჩერდა მერე ეს ვირუსი, მერე მიდის გრმას. და იმიტომ არ შეჩერდებაო, თქვენ იწყებს ამისი გაწმენდა. მაშინვე პირველი დღევე რაიმე კელი ტკივა და მიუკას ქვია ინგლისურად და მოდი გავწმინდო მაგის გაწმენდისთვის იწყებენ ანტიბიოტიკების დალევა. ეგ არის შეცდომა. და ეგეც ორინაირია, ვირუსული და ინფექციური. როცა ბაქტერია შედის ორგანიზმში, მაშინ შეიძლება საშარდე ინფექცია გაზარდო, გული აერიო, მაგრამ ვირუსის შემთხვევაში სიცივი და ტემპერატურა მოიმატება, ნახველი მოიმატება. ეს სიმპტომი ვირუსისა. ბაქტერია რო შედის, სხვა სიმპტომებია. მაგრამ ადამიანი რა შვება? ორივესთვის ერთი და იგივე მკურნალობა. ფხვნილებში რო იყიდა უჩვენებელი იწყებს მაგის დალევა და დალევა. დიდი შეცდომა მეგობრებო. ვირუსებს არ უყვარს მეგობრებო მაგალი ტემპერატურა. იმიტომ ჩვენი იმუნიტეტი უმატებს ტემპერატურა, რომ მოკლავს ვირუსს. ჩვენ რა უნდა გააკეთო, როცა გააქვს ეს სიმპტომები, აუცილებლად ცხელი წყლით უნდა იბანაო. ცადე რომ დაფარული კონდე. იმ დონეზე შეიძლება დააფაროთ ადამიანი ან ბავშვი, შეიძლება ეს ოფლი მოვა. ის ბუნებრივად აიურვედაში სიცხე როგორ დაუწევდნენ? ვედრაში პეხები, მუქლამდე. 40 გრადუსი უნდა იყო იმ წყლის ტემპერატურა. 15-20 წუთი კონდე თქვენი პეხები იქ ვედრაში, ოღონ ყოველთვის გასინჯე 40-ზე ქვევით არ უნდა წავიდეს ტემპერატურა, 40-ზე უნდა იყო და იმდენად ცხელი წყალიც არ უნდა იყო, რომ პეხი ან ბავშვის პეხი ან თქვენი პეხი დისკომფორტი იგრძნოთ ან დაიწვათ. 40 გრადუსზე 15-20 წუთი რო გექნება პეხები, სიცხე თვითონ ბუნებრივად წავა ქვევით. ერთი შეცდომა, ჭამენ უაძროთაც. ანუ ჭამალი უნდა დალიო, ბევრი საჭმელი, ხან ხორციანი, ხან სუპიანი, რაღაცა. არა მეგობრებო, მაგ დროს საჭმელი არ ჭირდება. ჩვენი იმუნიტეტს ერთი საქმე უნდა კონდე, რომ ამ ბაქტერიას ან იმ ვირუსს უნდა მოკლა. ჩვენ რო ჭამს საჭმელები, მით უმეტე პური და ნახშირის წყლები რო ჭამს, იმუნიტეტი იმ სხვა საქმეში გადადის, ანუ არ მუშაობს იმუნიტეტი კარგად. იმუნიტეტს სჭირდება ერთი საქმე. ის არის ვირუსი, იმას უნდა მოკლა, არ შეეშალო და უაძროთ საჭმელები და სუპები და ხორცები არ უნდა ჭამოს. სახლის პირობებში რა უნდა გააკეთო? რა უნდა დალიო, რომ ეს ვირუსი მალე მოკვდე და ეს ცხვირში, კელში ან აქ ფილტვებზე გაჩერებული ნახველი წავიდე შიგნით, წავიდე გარეთ, ან ამოვიდე აქედან გარეთ. რა უნდა გააკეთო? პირველი პროდუქტი აქ არის მეგობრებო ჯინჯერი. ჯინჯერი არის მეგობრებო ნახველის კვლელი. აქ შედის ჯინჯროლ მეგობრებო, რომელიც არის ნახველის ბუნებრივი გამათხელებელი. ყოველთვის აიურვედაში
ამ საქმისთვის ჯინჯერი პირველი. პლუს ჯინჯერი არის მეგობრებო ანთების საწინააღმდეგო. როცა ნებისმიერ ადგილზე ტრიალებს ანთება და ვირუსი როცა შეხვდება ადამიანს ყოველთვის ანთებაა ამ ადგილებზე. ჯინჯერი დაგეხმარება ანთების პროცესის მალევე ჩაწყნარებას. ინგრედიენტი არის მეგობრებო პილპილი. ნებისმიერი ბალახეული რო კარგად დაითისებოდე ჩვენი ნაწლავიდან პილპილი დაეხმარება უფრო კარგად რომ გააკეთო თავის საქმე ჯინჯერმა, კურკუმამ, აშუღან და სხვადასხვა ბალახეულმა თავის საქმე რომ კარგად გააკეთო. მეორე ინგრედიენტი არის რგვალი პილპილი. შემდეგი პროდუქტი არის მეგობრებო ლიმონი. ყოველთვის ლიმონში შედის C ვიტამინი ყველა მიცის და C ვიტამინი გააძლიერებს თქვენი იმუნიტეტი და ეხლა თქვენ ირგვლივს საუკეთესო C ვიტამინი შედის ლიმონში. აქ ჭირდება ერთი ლიმონი თუ არის საშუალო ზომის, თუ არის პატარა, მაშინ ორი ლიმონი. პროდუქტი არის მეგობრებო კურკუმა. ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ანთების საწინააღმდეგო, ვირუსების საწინააღმდეგო პირველი ბუნებრივი საშუალება. ბოლო პროდუქტია თაფლი. თაფლი არის გემოვნებით მეგობრებო, თუ გაცუქებს დიაბეტი, ინსულინის რეზისტენტობა, მაშინ თაფლი არ გინდა, თუ ეს პრობლემა არ გააქვს, თაფლი აუცილებლად ჭირდება ამ რეცეპტს. უნდა გაამზადო ეს რეცეპტი მეგობრებო. ერთი წიქა-წყალი დაახლოებით 200 ml. თუ გააქვს ჯინჯერის წვენი, ორინაირად შეიძლება გააკეთო. გახეხე და წვენი გააწურე, ან წვენი ვერ გააწურეთ, მაშინ 1-2 ნატეხი წყალშივე ჩააგდეთ და ეს კარგად რო აადუგო წყალი. კარგად რო აადუგებს წვენი მოვა ჯინჯერიდან, აქ სხვა არაფერი არ უნდა გააკეთო. მარტო ჯინჯერთან წყალი უნდა აადუგო, ან ერთი კოზი ჯინჯერის წვენი უნდა ქონდე. აადუგე ეს წყალი კარგად, ზევიდან შეურიეთ დაახლოებით 1 კოზის წვერი რომ მოვიდე იმდენი, დაახლოებით 2-3 გრამი იქნება კურკუმა, ის შეურიე იმ ადუგებული წყალში, პლუს 5 ცალი პილპილი დააფხვი, რომ პუდრასავით გახდება, ეს შეურიეთ იმ წყალში, პლუს თაფლი. ეს ყველა ინგრედიენტი შეურიეთ იმ წყალში და დღეში დაახლოებით 2-3 ჯერ დალიე, როცა გააქვს ვირუსი. ბავშვებსაც დაალებინეთ, აქ ბუნებრივი ნივთიერებაა ყველაფერი. ამ ნაყენს ან წვენის დალევის მერე სხეულის ტემპერატურა უფრო მოიმატება და სხეულის ტემპერატურა როცა მაგალი იქნება ვირუსი და ბაქტერია უფრო მალე დამარცხდება. არ აქვს მნიშვნელობა როდის უნდა დალიო, დღეში 2 ან მინიმუმ 3 ჯერ შეიძლება დალევა. 10 დღე დალიე, იმიტომ ვირუსი ან ბაქტერია შეიძლება უფრო მეტი, ვირუსი დაახლოებით 10 დღე ჭირდება, რომ წავიდე ჩვენი ორგანიზმიდან გარეთ. პირდაპირ ანტიბიოტიკებზე და წამლებზე არ უნდა შეხვიდე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ორგანიზმისთვის. იმის მერე შეიძლება ჩვენი ორგანიზმი გახდე ეგეთი რეზისტენტი გახდება. მერე ანტიბიოტიკი რამდენიც გინდა დალიე, ვერ იმოქმედებ. ბუნებრივი საშუალებები არსებობს, რომელიც არის ძალიან ძლიერი და საუკეთესო. ყოველთვის იკავი ჯანმრთელი და ბედნიერი და ეს ვირუსები ბევრია მეგობრებო. თქვენამდე არ დატოვო ვიდეო, ყველა მეგობარს გაუგზავნე, კარგად და ჯანმრთელად.